ყველანაირად განწირული არის ამ რელსებზე რო დგას ქვეყანა და უფრო და უფრო აფართოვეთ ბიუროკრატიას და აგერ კიდე არის რაღაცა ჩანასახი არის ორ პრეზიდენტობიან. ქალიც და კაციც, რატო არის რომ დაამტკიცონ რომ ქალი ქალია, კაცი კაცია. ამიტომ ამტკიცებ სოფლიოს ჩვენ უნდა გავაკვიროთ დემოკრატიით. ასე რომ არ შეიძლება ერთ სქესიანთა ქორწინება, აგერ პრეზიდენტი ქალია, პრეზიდენტი კაცი ყავს. ეს მინდა ოჯახის ორი წარმომადგენელია. აი სიწმინდეების განსახიერებაა საქართველოს და 100,000 სიწმინდე გვიყურებს ზემოდან წმინდანები. მინდა და ისინი გვასწავლიან როგორ უნდა გავწმინდავდეთ, ხო? ცოტა ესეთი იუმორით. ხალხო, როდემდე იქნება საგიჟეთი საქართველოში? ეს წინდა უკან სიარული არ მოგწმინდათ? აი რომ გამოდიან ხელოვანები, უსაქმუროები დადიან. მუშები კი არ დაყვება ამას, ის საწყლები და ქარხანა არ არის, არაფერი არ არის. რაღაცა გავგიკეთეთ, გვამუშავეთ, აგამოუშვათ რამე. გუგუნებს ფაბრიკები, გუგუნებს ქარხნები. თოხი საერთოდ არსებობს საქართველოში თოხი, მაინტერესებს. თოხი თუ აქვს ვინმეს? თოხი ახალგაზრდა მიცის თოხი რა არის? უნახია თოხი? კომბაინი თუ გუგუნებს სადმე საქართველოში? ტრაქტორები თუ გუგუნებენ მარტს, აპრილში? არა ხალხო, ტრაქტორის მაგურად გლეხება მერსედეს გაყიდეს, ფულით მერსედესები იყიდეს. ყანწები, ჩუმპები ქვევრზე ზიან, აჭყამყალებენ ამ ღვინოებს, ეს საკარმი და მომაზი იმდენი მოდის რომ ქვევრი ამოავსო და მერე და შემოუსხდეთ სუფრას და დოლგარმონი და დიპლიპიტო მიდის შენ და თურქეთიდან შემოსული სურსათით სკდებით დილიდან საღამომდე. იქ ცოტა უკრაინიდან მოდიოდა, რუსეთიდან, მერე ირანიდან და დამპალი ხორცი ბრაზილიიდან და ინდოეთიდან. კაცმა არიცის რა სჭამთ. კაც ვინმე შეამოწმებს და არ გიყვირთ რომ კიდე ფეხზე დადიხარ და იმასაც არ ფიქრობთ როგორ იფეთქა დაავადებებმა საქართველოში? გადატენილი როა საავადმყოფოები და მანდროვენ კურნალობენ საზღვარეთ გარბიან საწყლები და გაივსოს საფრანგეთის საავადმყოფოები ქართველებით? გერმანიაში რო გარბიხართ, სულ ყველა თურქეთში რო გარბიხართ? აი ასეთი მდგომარეობაა და შალვა კეკელია ამ რეგვენი კაცის გასაგებად. ეს წვერით უნდა ათრიოთ რა. იმ ტაძრის წინდა ტრაქში წიხლი და გამოაგდეს გათახსირებული ესა. წეული მციყოს ვინც როცა ეს დებილი ესა. ამის მერე თქვენ კიდე ამასთან აპირებთ მისვლას და მაგნეირებთან კიდე იქ ცალკე რო ყავთ კიდე თეოდორა, დიდი თეოდორა რო ყავთ. ეს გახრწნილი გათახსირებული კაცი. ესაც ხიხო რელიგია რო გაქვთ თქვენ, ეს ხიხო რელიგია და ყვნით წმინდა წერილის ავტორს იმით რომ საერთოდ არ იხედებით შიგნით და თუ ჩაიხედებით მან და აი რაღაცებს გადააკეთეთ, გადმოაკეთეთ, საერთოდ გადააკეთეთ და ხიხო წმინდა მამებით იკვებებით. ხიხო წმინდა მამებით. აი ეგ არის ჩვენი ტრაგედია. ეს რომ არ მოხდეს ჩვენ მეტ ყურადღებას ინტერესს ვიჩენთ ამ წიგნის მიმართ და სხვათა შორის ძალიან გააფთრებით უტევენ ჩვენ იმას რო იცოდეთ. აი ბლოკავენ. ძალიან ბევრისთვის მიუწვდომელია ეს ქართულ სივრცეში. შეაჩერეს ციფრებიც ყველაფერს და გაყინეს. ძნელად საძებარია. მართლაც ბევრმა მითხრა რომ ვერ შევდივართ, ვერ პოულობთ. იმიტომ არ შეგეფეთება რა, ჩართავ ინტერნეტზე შემოგეფეთება ვიღაცა სისულელეები, ხო, უამრავი სისულელე. ეს ინტერნეტში განთავსებული ჩვენი ბიუთ ეს არ შემოგეფეთებათ. თქვენი ინტელექტუალური ძალებით უნდა მოძებნოთ, უნდა ენერგია ჩადოთ. აი რასაკეთებენ, მთლიანად ვერ დაბლოკავენ, მაგრამ ნაწილობრივი დაბლოკვას მიაღწიეს, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას თავისი YouTube-ისა და თავისის გარკვეული წარმომადგენელი ყავს ცენტრიდან და გარკვეული პარაგრაფებს უნდა ასრულებდა, იმიტომ რომ ასეთი რადიკალური კრიტიკოსი ქართული რელიგიისა მეორე არ არის როგორც ჩვენ ვართ. ჩვენი რაღაც გარკვეული მცირე ჯგუფი და ის მცირე მსმენელები, რომლებიც ჩვენ გვერდებიან და ბიბლიას თვითონ დამოუკიდებლად სწავლობენ და ერკვევიან არსებულ მდგომარეობაში რა ხდება. აი ამას მართლა უტევენ. გადაჭარბებით არ ვიძახი, იმიტომ რომ ასეთი დაუძინებელი მტერი საქართველოს მართლმადიდებლობას არ აყავს ჩემი სახით რო ვარ და არავისთვის მე მისაღები არ ვარ. აი უმრავლეს აი ქოცები, ნაცები, პოლიტიკურ სივრცეში, ინტელექტუალურ სივრცეში გამორიცხულია. თუ არა და თქვენ შეამოწმეთ, თქვენ შემოწმებული გაქვთ კიდევაც. ვერ აზიარებთ ვერაფერი და ვიცით რატომ არც მოგთხოვთ ამას. რატო თქვენ ჩემთვის უფრო ძვირფასი ხართ, ვიდრე ეს გააზიაროთ და ვიღაცამ გაგინოთ. და მე ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც TikTok-ზე ავრცელებს ამას და მითხრა რომ მცხვენიაო რა თქვენ მე მომდის თელა 20,000 შესულა იმას რომ დააწეროს ახლა ჩემი გვარი და სახელი, აღარავინ აღარ მოусმეს.
ეუბნები არა კაცო, რა მნიშვნელობა აქვს, ჩემი არ დააწერო, შენი დააწერო, მთავარია აზრი გავიდეს, თუ გამას გულს ჩავდებთ ამ აზრში, სიყვარულს, რწმენას, ღმერთი გაყვება ამას და იქნებ ეს დახურული კარები გაუღოს უტვინო ადამიანებს და მეტი გააცოცხლოს. ასე რომ რა დროს ის არის ჩემია შენია, ის რაც ღმერთის არის, ის ყველა საერთო არის. და ჩემი აზრი რა მწოდნია. ჩემი აზრი არც უნდა გაავრცელოთ. არავითარ შემთხვევაში. ეადგია ჩვენი აზრები. ჩვენ გვაქვს აზრები ბიბლიაში. აგენაცვალე მას და მისი ნაწილი უნდა ვიყოთ და მისი გამტანი უნდა ვიყოთ. ნუ შეგეშინებათ თოჯინები არა ვართ. თოჯინებად არ გავაჩინა ღმერთთან და რუპორებად არ გავაჩინა. ჩვენ შემოქმედი ადამიანები ვართ, ღმერთი შემოქმედი და მასზე დამოკიდებულებაში ვართ. ჩვენ ინდივიდუალური დამოკიდებული ვართ და თავისუფალი. აი ამას გვასწავლის საღვთო წერილი და ასეთი ღმერთს რო იცნობდა. მე ფსალმუნეები და ამორჩეული დავითი მეფე. აი რაღაცა მთელი ეს გამერთიანებელია მთელი ერისა და როგორი მოწიწებით, როგორი სიყვარულით არის ღმერთთან და თავისი ლიტერატურული ნიჭით ამკობს და თან წუხარებასაც გადმოცემს სხვადასხვა სიტუაციებში მყოფი ადამიანი და ერთადერთ მაშველად ღმერთი მეაჩნია მას და ეს არის ნიმუშად. ხო, შემოგარგებო, გავამახვილოთ ყურადღება ამაზე და სალმუნების წიგს რო ვიხილავთ ჩვენ რაღაცნაირად იქნებ დაგვაფიქროს ამ საკითხმა და რეალური ღმერთი ისე შემოვიდეს ჩვენთან რომ დავითზე უკეთესად ვიყოთ მასთან, იმიტომ რომ დავითის დროს არ იყო გამოსყიდული ცოდვა. ჩვენ კიდე საუკეთესო პირობებში ვართ. უკვე გააუქმა რა რიტუალები, მთელი რიგი რაღაცეები, ზიმია ჩასატარებლად რიტუალები სულ თავში უნდა ქონდეს. გააუქმა, გაგვათავისუფლა რამე თუ გამოგვისყიდა და ქრისტეში ყველა ახალი ქმნილებად დაგვსახა და აქედან ეკლესიის წევრები ვართ, დაბადებული, სულით დაბადებული ქრისტიანები, რომლის ავტორი ადამიანი კი არ არის, ღმერთია. ჩვენ კი რწმენა ინსტრუმენტით ამას ვიღებთ და ხდება უცნაურობა. ახალ ადამიანს გვზდის საღვთო წერილი, რომელიც სულიერი რძი არის და მე ეს რძე სულიერი გადაექმნა მყარ საკვებად. რამე თუ ვიზდებითნე და ამით ხვდებით, თუ რჩებით ისევ ბავშვები, ისევ რძით უნდა ვიკვებოთ. ეს კი მიგვენიშნა სულიწმინდა რა არა, უკვე დროა რო აღარ გაიზარდეთ. მყარისა უფრო ღრმა გაგებები ისეთ მედია და ვიზდებით სულიერად და მეტი მოთხოვნილება და ასია ცხოვრების თანამგზავრად უცვლელი საღვთო წერილი, რომლის ავტორი ღმერთია. ხო და შეგვეწიოს ღმერთი კითხვისა და სწავლის პროცესში და მადლობას გეტყვით რომ მომისმინე და მადლობა ღმერთს დასწერებისათვის. ღმერთო, შეგვიწყე ყველანაირად ჩვენი გული და გონება წარმართე შენი ინტელექტისკენ, შენი არსებისკენ და გაგვიფართოვე თვალსაწიერი, რათა უფრო კარგად შეგიცნოთ და ეს სიხარული სხვასაც გადავცეთ. ძალიან დიდი მადლობა მოსმენისათვის.